ეხა ფიტულები ჩაიყრება წყალში. ერთი ცალი ჩამოგდებულია. მარლენი ეძებს თავის ჩამოგდებულს. მეგობრებო, ჩარლი არის 10 თვის. გუშინ ჩვენთან ერთად იყო პირველად იხოს ეს ძაღლი, დღეს მეორედ და აი უკვე ესეთი წარმატებით ასრულებს თავის დავალებას. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. აი, მაშინ მე სადმე იქვე გადავჯდე, თუ სადმე აქვე ნაპირშივე უნდა ჩავჭერდა რა. ხის უკან როგორც ვიჭექით ჩარშა რა. ერთი ხის უკან და ვაფშე ერთი კაცი იქითკენ თუ გადავა, კარგი იქნება. შეგვიძლია ამ ნაპირზევე გავთავსდეთ. გასაგები. გოგა, მე ხის იქით ამ მხრიდან დავჯდები მაშინ. აი აგერ გავჩერდები, აი სადა. თუ მაკეთკენ. აი ნაპირისკენ ახლოს ჯობია. ხო და მე ვერ ავხედავ რა და აი ნახე რა არის მალე აი აქ მოდის სანა შეჩენდება. ხო. და ფიტულებს ჩაგვიძო ბიჭი ხო არის ყველანი იყო თხე გვახსენ. კაი. აი აქ ვიძეთ ჩვენ პროსტა მაშინ თოვლი. გასაგები. ჩვენი მეგობარი ვაკო აგერაზის ვერ ხედავთ რა თქმა უნდა, მაგრამ მოკლედ იქ არის. გოგა იქეთ ხარის არის და მე აქვე ვარ. ეხა ფიტულები ჩაიყრება წყალში. ოპერატორი კატერიდან ეცდება რომ გადაიღოს და ჩვენ კიდე GoPro-ებით მე და გოგა აქეთ ამ მხრიდან ვიმუშავებთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ სანახაობას შემოგთავაზებთ. ჩამოვაგდე. ერთი ცალი ჩამოგდებულია. ჩამოვაგდე თქო ერთი ცალი. ჩამოვაგდე? კი. ჩამოვაგდე. ხო, დაახლოებით ვიცი. წყალში უნდა ეგდოს წესით. ესე გამოდის. იმიტომ რომ იქითკენ აღარ არის სხვა არაფერი. პატარა კუნძულაკია. ხო, მარლენმა აიღო ერთი ცალი, მაგრამ იქითკენ ჩავარდა და ძაღლით უნდა გავიდეთ რამენაირად. ხო და ეხა ნელ-ნელა მე დავიძვრები, აბა იქით ხარეს. მაგრამ მე დამიჯერებს ძაღლი? აი შენგან ეხა პირდაპირ რო იმოძრავო. აი ესე, ნახე, აი ესე რო გახვიდე პირდაპირ სადღაც უნდა იყოს ალბათ 10 მეტრში არც კი. მარლენი ეძებს თავის ჩამოგდებულს. მე ცოტა შევიცვალე ადგილი, ანუ ბიჭები იქითკენ არიან ჩემგან ერთ 20 მეტრში. მე აქეთკენ წამოვედი. ჩვენს ქვემოთ ერთ 80 მეტრში და ახლობით 100 მეტრში ხალხი დგას. სხვა იქითკენ არის. მე იმედი მაქვს რომ წინიდან შემოვა იხვი. ზღვიდან შემოსულს ის ხალხი დახვდება. მე აი ესეთი შეგრძნება მაქვს, ეხა იქ რომ მივედი უკვე, ხო, უკვე ვგრძნობ რა დაახლოებით, ეგ ან წყალში არის, ან ძალიან ნაპირზე არის რა. მაგათმა გაისროლეს და ეს გუნდი წამოვიდა ალბათ ერთი 4-5 ფრთა იქნებოდა. ო და ყველაზე დიდი სუქანი შევარჩიე ბოლოში იყო რა. წავა და დაატრიალა და წამოიღო ქვევით რა. ის ერთი ცალი რაც ჩამოვარდა, უეჭველი მომდგარი იქნება ნაპირებს რა. შეიძლება პადრანკა იყოს, არ ვიცი ახლა. აბა თქვენ ესროლეთ ხო? დილით რო ვესროლე ხო.
მე დავმზერა ლამაზად ამოდის. კარგად ისვრიან ბიჭები, აი. კარგად მიაყარეს ვიღაცებმა. ალენ მე მგონი ჩამოვარდა. მეც ეგრე მგონია. მაგრამ ძალიან შორია. ძალიან შორია კი ბატონო. აი ამ ბუჩქების იქითკენ ჯაეშვა. ო ესე წრე დაარტყარა და გასვლას აპირებდა უკვე. გადიოდა რა. ერთი ცალი შემოვიდა აქა. ხო, წეღან რა. ხო და ერთი ცალი შემოვიდა, დაათვალიერა ჩვენი ფიტულები არ მოეწონა. ხო და უკვე გასვლას რო აპირებდა, მაშინ ვესროლე. საადღაც იქითკენ ჩამოვარდა. იქ რას იპოვი ახლა იმ ბალახში აზრი არა აქვს. გამარჯობა. გოგაგინს. რას ესვრის ეს ხალხი? ახლოს ჩავჯექით. კი, მოსულები იყავით თქვენ და გვიან გავიგეთ თქვენი ხარ. რა, აგერ რომ მოხვედით, ეგრევე დავიწყეთ ყველი და თქვენი საუბარი გვესმოდა. ხო და სანამ არ გადმოვედით კუნძულზე ვერ დაგინახეთ ბიჭებო. აი, იმედი ახლაც არ გიშლით. თქვენგან შემოვა თუ რამე შემოვა, გვიდან წარმოსული. მაგია რომ საუბრობთ და რა. საუბარზე იხს რეაგირება არა არის, ამიტომ რო ვიცოდე ის მაინც. გამარჯობა. ცხოველი ხო არ არის, საუბარს იხვი არ გაუღვის. მოძრაობას კი ბატონო, საუბარს არა. ამასობაში შუადღეც მოგვადგა. ალბათ ცოტა ხანი კიდევ გავჩერდებით და დავიწყებთ ნომრების აშლას. გამარჯობა შენ. აბუბა. მოდი აქ. მოდი. შეხტა დაღლი ეგრევე? ჰა? დაღლი შეხტა ეგრევე? აბუბა. მოდი აქ. გამომიტანე აგერ ხამ ხალხის ზაღმა. თუ მოახერხეთ და ის შენი ჩამოვარდნილები ვნახეთ ორივე ძალიან კარგი იქნება. პროფესორები არიან. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დღე მეორე გვაქვს იქინა გამომდინარე რომ დიდი ქარი არც გუშინ არ იყო როგორც სამინდის პროგნოზში ეწერა. დღეს უფრო ნაკლები არის, გადავწყვიტეთ რომ წყნარ ყურეს თავი დავანებოთ და ჩვეულებრივ ჩვენ კუნძულზე დავდგეთ, მაგრამ სადაც
შარშან ვინადირეთ იმ მარტივი ლოგიკით, რომ უფრო მეტი თვალთახედვა გვექნება და ორ კუთხეს გავაკონტროლებთ, მარცხენა მხარესაც და წინა მხარესაც. გვაქვს ამის საშუალება, ორ-ორი მონადირე შეგვიძლია გადავნაწილდეთ, ორი კი არა და ხუთი მივართ, ანუ 3-2 ესე შეგვიძლია გავიღოთ და ალბათობა გავზარდოთ შეხვედრისა იხვდან. გუშინდელი ნადირობა რითი დამთავრდა? გუშინდელი ნადირობა პრინციპში დამთავრდა 3-0-ით ჩვენ სასარგებლოდ, ოღონდ პრინციპში. იმიტომ რომ 3 შემოფრენა იყო, 3-ვე ჩამოვარნით დამთავრდა, მაგრამ სამწუხაროდ 2 ვერ ავიღეთ, იმიტომ რომ ერთი პრინციპში ახლოს ჩაგვივარდა და გაქრა იხვი ვერ მივაგენით, ძალიან მაღალი ბალახი არის. ხედავს მაყურებელი და მეორე საკმაოდ შორს ჩავარდა, ისე შორსო წასვლასაც კი აზრი არ ქონდა ვერ მივაგდით რა. ძვირფასო მეგობრებო, დიდი ალბათობით თქვენ მე ვერ ამხედავთ, იმიტომ რომ ბნელა გვაქვს დილის 5 საათი ვიმყოფებით ისევ ფოთის მხარეში. ხო და ფაქტობრივად მზადა ვართ, კატერი უკვე შეყვანილი ყავს და მზადყოფნაში ვართ იმისათვის, რომ დავიზრათ სანადიროდ რა. საბას თქვენ იცნობთ ჩემი ვიდეოებიდან. საბა როგორ ხარ? კარგად. გააქვს სურვილი ნადირობის? სურვილი მაქვს ნადირობის, უფრო მეტი თქვენთან ყოფნა. მოკლედ, ძვირფასო მეგობრებო, ვიყოთ ერთად და ვნახოთ რა შედეგი გვექნება დღევანდელ დღეს. რამდენ ხანში დაიწყება პირველი გადაფრენა? 25 წუთში შესაძლებელი სროლა. გასაგებია. დავინახო. ყველაფერი მზად გვაქვს. ეხლა შეგვიძლია ფრთაქანქარები ჩავთოთ და ეგა დავუროდოთ ვატას. ოღონდ რა იარაღია ეგა? ეს არის TOS 120 12-იან. კი ბატონო. ნუ 60 დიდია ბიჭო. 76 აქ ესა კი ბატონო. და მაგნუმი 75 არის რა. 12 კალიბრიანი მაგნუმის ლულებით არის. კი 75 აქ ლულის სიგრძეა. კი ბატონო. მაგრამ აი ნახე როგორი მძიმეა და ეს უხერხებელია რა. უფრო აი 54 დიახ. უფრო ქსიამოვნებს აი ხო აი რაღაც გრძნობ რო შენი სხეულის ნაწილია რა. აჰა. ეს ცოტა უფრო უხეშია. თუმცაღა ცუდამინჩი იღზე კარგად მუშაობს. უკუცემის გამო ხო, რომ უკუცემა არა აქვს მაღალი ალბათ. კი. გასაგები არის. არა, ვერ მიწვდებოდნენ ეგენი. ხო, ხუთი ხო. ჩეროკები იყო. კარები. ხო. ფიქრობ დაგვინახე. შეიძლება. არა. შეიძლება კი. და სწრაფად შემოვიდნენ. ეს რაღაცა ახალია. თქვენ გაგახარათ ბიჭებო ღმერთმა. არც კანფეტი მაწყენს ახლა. არც წყალი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენც რამეს დავტოვებთ. აი ხა გამოვედი. აქეთ მხარეს ეს არის კიდე ერთი წერტილი. სადაც მსხდებით ხოლმე რა, ანუ იდეა არის ეგეთი რომ ნაწილი ფიტულების სადაც არის იქ არის ჩაყრილი, ნუ ოდნავ შეიძლება მარცხნივ. მეორე გუნდს აი აქ ვაკეთებთ ხოლმე და შუაში უტოვებთ ადგილს. კარგი იმით არის რომ ეს კუნძული 6 ადამიანსაც იწევს, ნუ სისტემა მარტივი არის რა, ერთი ადამიანი იმ კუთხეში, ორი შემოწეული ცენტრისკენ და ერთი აქ შეიძლება ორ-ორათაც გადანაწილება. შენ გახსოვს ჩვენ იდეა რო ქონდა რომ აი ამ კუნძულზე ზუსტად სტაციონარული საფარი გაგვეკეთებინა, თუნდაც პალეტებიდან შეკრული და გვაქვს სურვილი რომ გავაკეთოთ ესეთი საფარი სტაციონარული და თუ ვინმე შეგვეხმიანებით ბიჭებო და იქნება იმის სურვილი და მზაობა რომ ჩვენთან ერთად აქ სტაციონარული საფარი ავაშენოთ, ძალიან გაგვახარებთ. პრინციპში რაც გვჭირდება არის ალბათ კატერი და მასალები ორივეს მოძიება ადგილზე ფოთში შეიძლება. სურვილები შემოგვეხმიანეთ. ვაკომ და ხუჩამ გადაწყვიტეს რომ მორეკვა გაგვიკეთონ, ასე რომ ვთქვათ.
კატერით დაათვალიერებენ ტერიტორიას, ნახავენ თუ სადმე ზის, იხვი იმდენად ფრთხილი არის, რომ კატერის დანახვაზე ეგრევე დგება ხოლმე. თუ გაგვიმართლა და შეძლეს იხვების აყენება, მოსალოდნელია, რომ ჩვენსკენ გამოიფრინონ. თუ ჩვენსკენ გამოიფრენენ, ჩვენც ვიქნებით ყურადღებით და დავხვდებით. მოდიან ჩვენზე მოდიან. ხო, აეგარი რა, რო გითხარ. კაია. ეხლა მოხდა, უკვე კარგად მოხდა. Давай. Нахи. Давай. Иди. Отча, иди нахи. Молодец, мужик. Увидам. Отча. აი ეს უნდა გადავიღოთ ეხლა რა, როგორ გამოაქვს. ოპერატორს უთხარი ჩართოს კამერა. ოპერატორი თბილისში. მოდი. Молодец. უამოა მოიწე. მეგობრებო, ჩარლი არის 10 თვის. ხო და ბატონმა ვაკომ გამოიყვანა გუშინ ჩვენთან ერთად იყო პირველად იხს ეს ძაღლი, დღეს მეორედ და აი უკვე ესეთი წარმატებით ასრულებს თავის დავალებას. ეტი ნახე, არ ჯოხი დატოვა, არც მასრა, ყველაფერი გამოიტანა წყლიდან. ყოჩახ ჩარლი, ყოჩახ. ეცი, ჩემი წილი ძეხვი ამისი. გენაცვალე შენ, აი ძაღლი ძმაო რა. ჩვენიერი ჩეროკია. გოგა, საიდან მოიტანა ეს იხვი ახლა? ძაღლმა მოიტანა იხვი და არის ახალი. ორღა დაუ. ეს შენი დედალი იხვი ხო არ მოიტანა? ჩარლი ბალადეს. ჩარლი. ბალადეს. შეგენაცვალე. ეს რა ქნა ბიჭო? ჩარლი ბალადეს ბიჭო. მართლა ახალია ძმო. შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში კმაყოფილი სახეებით დავბრუნდებით სახლებში, იმიტომ რომ ყველაფერს თავი გაანებო პეიზაჟი ხომ მაინც ყოდა კარგი. შენი არის იხვიც ხო კარგი იყო. ისიც უთხრათ მაყურებელს, რომ პრინციპში ვიცოდით, რომ იხვი არ არის ჯერ-შემოსული, მაგრამ რახან აქეთ ვიყავით, ბარემ ვინადირეთ, რომ რაღაცა გავვერდით. მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.